კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. ამ კატოს ბოლო დროს გამოვთქვა ძალიან ხმა, ესე მკაფიოდ, იმიტომ რომ რაღაც მითხრეს, რომ კატასავით გაისმიესო და რა ლამაზი მაინც და კატოს საღამოების საეთერო სტუდიაში მუშაობთ კატო, ხმის რეჟისორი თამუნა და მიშა მიმინაშვილი ორშაბათის უცვლელი თანაწამყვანი კოდექს აუდიოსა და ბუკბოქჩის ფარგლებში, მაგრამ რა კი დრაკულამ წაიღო ჩვენი სისხლი და ჯერ კიდევ ქველის დრაკულა, მაგრამ სამაგიეროდ არც ერთი კარგი ბიჭი, რომელიც ქართულადაც თარგმნეს, ეს კარგი ბიჭი და ბარაქაო ესე ჩვენს გამომცემლობებს, რომლებიც ესე კარგად თარგმნიან, ესე ფეხ მიხვებიან მართლაც ახალ გამოცემულს ყველაფერს შეძლების და გვარად არა კიდევ უფრო კარგად. საღამომშვიდობისა კატო, საღამომშვიდობისა თამუნა და საღამომშვიდობისა მამაღლად გამოთქმის. ხო რა ვიცი შენ თავზე მივიღე. ნუ მართალია ეს ძალიან ახალიც არ არის ჩვენი ესე რა ქვია, რასაც ვილაპარაკებთ, მაგრამ სხვა რაღაცები ვნახე, რაც ახლები თარგმნეს და მე ხუთ რატო დავდივარ მაღაზიებში, არ ვიცი, ციგნის მაღაზიებში, ციგნებს რაღაცა გლახა ენაზე ვკითხულობ, ძირითადად სხვა ენაზე ვერ ვკითხულობ და თან ელექტრონული რიდერი მაქვს, მაგრამ ეს მაინც დავდივარ ხოლმე ნახო რა გამოიცა, რა ითარგმნა და ვნახე რომ ხო ჩვენ არაერთხელ გითხოვს კატო რომ მართლა ძალიან სწრაფად შემოდის ბესტსელერები, ნუ ბესტსელერებზე ვილაპარაკებთ რა ჩვენ დამოკიდებულებას მივიღებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც პოპულარულია ჩვენ საზღვრებს მიღმა, უკვე ქართულ მკითხველსაც შეუძლია. თან ისიც უნდა დაურთოთ, რომ კარგი თარგმნებით გამოჩნდება, თარგმნებით თურთ. და ნუ დღეს როგორც შენ თქვი, დრაკულამ წაიღო სისხლიც აიღო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ბევრი მსმენელი წერს და რაღაცნაირად, ნუ ალბათ არ იყო ცუდი, რომ ჩვენ ეს ჩავწერეთ, იმიტომ რომ ერთია, როდესაც ფილმს ვუყურებ და მეორე ის ჩვენ არაერთხელ აღვინიშნავს, ხო. ამიტომაც ძალიან ხშირად მოვთქვა შენ რა რატო ვაკეთებ ვინის მესნეტა და აღნიშნები რომ თურმე ძალიანაც უსმენენ ჩვენი ახალგაზრდებს. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ერთია მადლობა ამისთვის შენ რო გვაქვს საშუალება ამაზე ვილაპარაკოთ და ჩვენ პირველი შემთხვევა არის, როდესაც რომელიმე ავტორს და რომელიმე წიგნს მიაქვს ჩვენი არა მხოლოდ სისხლი, არამედ დრო საეთერო და ჩვენ მაინც გვაქვს საშუალება ვილაპარაკოთ იმ ავტორებზე, რომლებიც ჩვენი ბიჭები არ არიან, მაგრამ კარგი ბიჭები არიან, ჩვენი ბიჭები, იმიტომ რომ პროფესორად იცით ახლა შევაწუხეთ ჩვენი მსმენელი ამაზე ლაპარაკით, რომ 70 წლის გარდაცვლილი უნდა იყოს, რომ ეთერში გაიჟღეროს მისმა ნაწარმოებმა. და ამიტომ გვაქვს ხოლმე საშუალება შენი ეთერის დახმარებით კატო რომ ვისაუბროთ იმ ახალგაზრდა ვისაუბროთ ამაზე. მე ვარ მიხეილ მიმინოშვილი. ჩამოყვე. კატო ზიგმუნდ ფროიდი. ხო. მიხეილ იუნგ მიმინოშვილი. ნახე თავისთვის უკეთეს დაიტო. მოაბას შენ პირველი ახსენე ეს ადამიანი. მაშინ კატო ერიკსონი ტელეფონი არა ოღონდ. კაი მაშინ მიხეილ ვერბერი. სწორედ ბერნარ ვერბერი იქნება ჩვენი საუბრის ჩვენი სტუმარი დღევანდელი, მართლაც როგორც კატო იტყვის ხოლმე, კარგი ბიჭი, კარგი მწერალი, რომელიც ფაქტობრივად ბევრი პირველად როდესაც მე წავიკითხე პროფესორად მოვისმინე, ასე მეგონა რომ ჩემს გარდა ჭიანჭველების ისტორიას ვინ არ წაიკითხავდა და რაღაცნაირად ნუ ცოტათი ჯერ თქვათ ვინ არის ეს ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა არაერთი ტრილოგია, თუმცა არაერთი რომანების მთელი ციკლი. პირველი იყო მისი რომანები, რითაც მან გაითქვა სახელი, ეს იყო ჭიანჭველა, პროფესორ ჭიანჭველის დღე და ჭიანჭველების რევოლუცია. ნუ თავიდან რა თქმა უნდა ეს ცოტათი ესეთი როგორ გითხრათ, არ არის რემარკივით ისეთ კარგად წასაკითხი, ანუ არ არის ისტორია. რაღაცნაირად არც არ არის პრეტენზია მხოლოდ ინტელექტუალური მკითხველისთვის. თავი თუ არ წაიკითხა, ვერ გაიგებ და თავიდან როცა იწყებ კითხვას, ვერც მიხვდები საერთოდ რაზეა ლაპარაკი და გეგონება თითქოს რომ ფუჭად კარგავ დროს ვიღაცა ადამიანი, რომელმაც თავისი ფანტაზიები და თავისი რაღაცა
გაჭირვება თავისებურად გამოხატა, მაგრამ ზუსტად რამდენიმე წუთში მიხვდები, რომ დროს ფუჭად არ დაკარგავ პირველ რიგში მხოლოდ თუნდაც იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი ენციკლოპედიური ინფორმაცია გადმოცემული. მაგრამ მოდი თქვათ, რომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ხოლმე ავტორებზე, რომელთა ნაწარმოები არ იყო თარგმნილი, მაგრამ ამ ადამიანზე როცა საუბრობთ, თან ზურგს გვიმაგრებს ის, რომ მისი ორივე ტრილოგიის ორი ნაწილი მე მგონი მეორეს ჭანჭველების დღეც არის გამოსული. ჭანჭველები და ჭანჭველების დღე ძალიან სქელკანიანი წიგნია, მაგრამ ფიქრობ, რომ სქელკანიანი მაშინ გენახა გამომცემელს რომ მივდანე. ხო, თუმცა რითია საინტერესო, ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენ სტივენ კინგზე ვისაუბრეთ, მოგცად რა ყოლამამის საშუალება, თვით რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ულევი ფანტაზია აქვს და თითქმის ყოველ წელს ახალ ბესტსელერებს უშევს, ნებისმიერი მისი რომანი მოთხრობა უმალ პოპულარული ხდება მკითხველში, მაგრამ ისიც აღნიშნეთ, რომ ეს ადამიანი ესე თავისთავად არ მოდის, ეს ადამიანი შრომობს და აღნიშნეთ კიდეც რომ რამდენი საათი შრომობს, ეს ადამიანის ვიზედაც ჩვენ ვლაპარაკობ, ამასაც აქვს თავისი მეთოდი მუშაობის, ანუ დილის 8 საათზე ჭანჭველებს აჯახებს არა, დილის 8 საათზე თქვათ რომ წერალია და ამიტომ მწერლის საქმიანობიდან გამომდინარე, ამაზე ნელა შემდეგ მოყვებით, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მე ძალიან მიხარია მართლა რომ ეს წიგნი გამოვიდა და ვფიქრობ, რომ ვისაც შეხვდება დაუშვათ მაღაზიაში ეს წიგნი, ვფიქრობ, რომ არინანებენ. არა მინდა. თუმცა მე ახლა ქართულად არ მაქვს ეს საკითხული, უბრალოდ ისიც კი საკითხulis არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ იმიტომ რომ წიგნების უმრავლესობა ბოლო დროს ვისმენ ხოლმე, ხომ და გამომრთო ჩემი შეესრაქვირო თუ შენ წიგნებს წერ, მაშინ ისიც უნდა კონდეს გამართლებად, რომ მე წიგნებს მოსმენ და თან მე წიგნს არ კითხულობ. არ კითხულობ წიგნს. ბიჭური მოქცევა არ გამომდის ვისწავლე. ხო და ძალიან კარგი ავტორი, ძალიან უჩვეულო ავტორი, ძალიან თავისებური ავტორი, არათავისებური იმიტომ რომ მან ფაქტობრივად დასვა საკითხი, რაც მუდმივად აინტერესებს ნებისმიერ მწერალს და ცოტათი ბანალურიც კი შეიძლება იყოს, რომ ვინ ვარ ჩვენ, რისთვის მოვედით, რა არის ჩვენი დანიშნულება. ეს ის კითხვა, რომელიც თითქოს ბანალურია, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრე ამაზე, მაგრამ ყველაფერი ყველა მწერალს ფაქტობრივად სიუჟეტური კარგა გინდა იყო, გინდა ეს კითხვა და კითხვის გაცემის ფორმა, კითხვის დასმაც კი და ის ასპარეზი, რითაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხდება, ეს არის საინტერესო. ხო და ამ ადამიანმა აირჩია აბსოლუტურად სხვა ასპარეზი, ჩვენ მე მივიღოთ, რომ ჭანჭველები და მწერები არ არის მხოლოდ და მხოლოდ მისი მთავარი ამოსავალი, მაგრამ ჩვენთვის იყო გასაოცარი პირველივე წამებინა, როდესაც იწყება აღწერა რაღაც საოცარი ქალაქისა. კალკასტარაკანა როგორი ამბია. კალკასტარაკანა ხო მოესრო და აი ხო არ გესმოდეთ, ჩემი ხო არ ეხლა მაინც ხო წაიკითხავს. მაგრამ აქ უფრო აბსოლუტურად როდესაც კითხულობენ ხოლმე, არის თუ არა დედამიწაზე სხვა ცივილიზაცია, უბრალოდ სამყაროში სხვა ცივილიზაცია, ეს ადამიანი ამტკიცებს თავისებური ხედვა აქვს, თავისებური ფილოსოფია აქვს, სხვადასხვა იუმორნარევი ფილოსოფია, მე ძალიან მომწონს ავტორები, რომელსაც ეს აქვს და თვითონაც ინტერვიუში ამბობს, რომ როდესაც მე მუშაობ, ჩემთვის მუშაობა ხალისია და ძალიან მაგარ ხასიათზე ვდგებიო. პირველად დილითო საყვარელი კაფე აქვს, შენსავით უყვარს შოკოცხელი შოკოლადი და ხო და აბას რომ მივირთო პირველ რიგში ვკითხულობ აი ამ გაზეთებსო, დავიტვირთებიო ამ ინფორმაციითო, მე ვიწყებ წერასო და აი ამ წერის დროს, რა თქმა უნდა, ის რეალობა, რაც მის ირგვლივ ხდება, უნდა ითქვას, რომ ბერნარ ვერბერიც არაჩვეულებრივი ჟურნალისტი იყო და სამეცნიერო ჟურნალის ერთ-ერთი წამყვანი გვერდის წამყვანი რა ქვია მაგას სარედაქტორო გვერდი როცა მიყავს, ძალიან პოპულარული იყო და უნდა თქვათ მესვეტე იყო და პირველი წიგნი, რომელიც გამოვიცა, სხვათა შორის არც აპირებდა გამოსვლას, გამოცემას, თავისთვის მუშაობდა
და ბავშვობიდანაც ესეთი ადამიანი იყო, მარტოობა უყვარდა და მის ერთ-ერთ ფრაზა ესეთი, რომ ხანახან დგებაო ცხოვრებაში მომენტი, როცა მარტო დარჩენ აღარ გიწევს და ეს მისთვის არის ყველაზე დიდი ესეთი მომენტი და პირადი სივრცე ჰქონდა, პირადი სივრცე ჰქონდა, მადლობა მშობლების დიდი დამსახურება იყო, რომ ამაში ბავშვს ხელი არ შეუშალეს, ხატავდა, წერდა და საბოლოო ჯამში შემდგომ, როდესაც აკვირდებოდა აი ამ მწერებს ბებიასთან და ბაბუასთან რომ მიდიოდა სოფლად ტულუზაში ცხოვრობდა ხო მაგრამ ტულუზაში იმდენი მე და კატო ფიქრობდით აი ქართულ რუსულად არის მურავენი ინგლისურად რაღაც ანუ ჭანჭველების იმპერია არა ჭანჭველების სახლი ანუ სადაც მათ საჭანჭველადი სადაც ისინი ხო არა თარგმანში არის ხო და აი რომანი იწყება ისე რომ აღწერა მიდის ქალაქის რომ ეს ქალაქია რომელშიც რაღაცა ანუ ჩვეულებრივად კითხულობ რომ ჭანჭველა შეიძლება ერქვას ნაწარმოებს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რამე იგულისხმებოდეს, ხო, რაღაც, მაგრამ აქ მიდის აღწერა, არაჩვეულებრივი აღწერა იმ იმპერიის, სადაც ჭანჭველები ცხოვრობენ და მიდის მთელი, აი ერთ-ერთი ქვეყანა სახელების ან უცნაური და აქაც სხვათა შორის ჩვენი ლავკრაფტის გავლენაც არის კტულხუს და იმ უცნაური არსებებისა, რომელთაც ასევე სტივენ კინგი საზრდოობდა და ფრენკ ჰერბერტიც ძალიან ყვარებია დიუნა ციკლი ყვარებია ეს სამწუხარო რომ ჯერ არ არის დიუნა თარგმნილი ქართულად ალბათ ამასაც თარგმნიან და შლიპუკანი მკითხულობ რა არის ეს შლიპუკანი სადღაც ძველ შუმერებში ხო არ გადავიდნენ მე ვერკვევა რომ შლიპუკანი არის ერთ-ერთი პატარა ესეთი საჭანჭველეთი რომელიც შეიძლება მილიონი იყოს და იწყება ის რომ აი დიდი ზამთრის ანუ გამოზამთრება მოხდა ამ ჭანჭველებისა და საოცრება ის არის რომ ისე არის აღწერილი ის ურთიერთობა ისე არის აღწერილი ანუ მთლიანად ერთვები აი ამ სამყაროში ანუ აბსოლუტურად გრძნობ რომ მარტო არ ახარ რომ შენს გვერდით არის ცივილიზაცია შენს გვერდით ცხოვრობენ არსებები რომლებიც არ გამოირჩა რომლებიც არანაირად არ ჩამოგჩებიან შენ არც ინტელექტით არც ადამიანობით შეიძლება ესე ითქვას და ეხლა ჩვენ გვანიშნებენ რომ ხო კატო კი ჩვენთან საინფორმაციო დრო კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვართ ესე ჭიანჭველებით გარემოცულნი და მანამ კოდექსზე უდისა და ბუქბოქსის ფარგლებში არის ჩვენი დღევანდელი გადაცემა მიშა მიმინაშვილთან ერთად როგორც ყოველთვის და მე მინდა გთხოვოთ რა კი პირველი ივნისი ახლოვდება ბავშვთა დღე მიუხედავად იმისა რომ ჩვენი გადაცემა არ არის საბავშვო ველში მაგრამ პირველი ივნის ყოველთვის ცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ბავშვებთან ახლოს იყოს გადაცემა ან იმათთან ვინცაც ესღაც ბავშვი იყო და ესეთი მე თვითონ ვფიქრობ რომ ძმები გრიმები თუ ეს კარგი ბიჭი კლაივ ლუისი ნარნიას მამა ლიტერატურული და თუ კი ფეისბუქში შემომიხმიანებით გადაცემის გვერდზე ბარათით და გამოთქვამთ თქვენ მოსაზრებას და გამიაძილებთ არჩევანს დიდად დამავალებთ ესაც ძმები გრიმები ჩვენი ბიჭები არიან მე მგონი და შეგვიძლია ჩავწეროთ აი მე ჩემო ფალადად ბედმა დაგვეყალა და ხო მაგრამ თუ ჩავწერთ მაშინ აუცილებლად არის სხვადასხვა თარგმანი თუმცა არის ერთი წინველი თარგმანი რომელსაც გვერდით ვერ დაუდგება ეს არის დავით წერედიანის თარგმანები რომელიც დიდი ხნის წინ შევიძინე მე ჩემი ოჯახის წევრებისთვის მას მერე სამწუხაროდ აღარ მინახავს ეს გამოცემა ზუსტად და არის რაღაცა როგორც დავით წერედიან შეეფერბესით დავბრუნდეთ ახლა ჩვენს დღევანდელ სტუმარს ბერნარ ვერბერზე საუბრობთ ჩვენ ჭანჭველების თემა რომელიც ფაქტობრივად არის ნამდვილად ჭანჭველების წარმომადგენელი ამ ცივილიზაციაში იმდენად უცნაურად იმდენად საინტერესოა გახსერილი მათი ცივილიზაცია, რომ ნამდვილად უკვე ეჭვგეპარებო, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ და ნამდვილად ესენი არიან ხირსნი იმისა, რომ არ გავჭყლიტოთ და რაღაც
ამითი მე მართლა პირველად ეს პირველი ის რომანი რომ წავიკითხე მოვისმინა მნიშვნელობა ჭანჭველა როგორც კი გამოჩნდა ვიფიქრე რომ ეს ნომერი 1799-ია ანუ ეს საინტერესო ისე აქვს თუ ჭანჭველებს სახელები არ აქვს მის რომანში მათ აქვს ნომრები მინიჭებული და ხო გითხარი იწყება რომანი იმით რომ აღწერა იწყება რომ აი გათენდა და დამთავრდა დაუსრულებელი სამთარი და იწყება მთელი ამ ცივილიზაციის ახალი აღორძინება რომ ისინი ვინც გადაურჩნენ ამ გამოზამთრებას იწყებენ თავიდან და საინტერესო საქართველოს ფაქტობრივად და ჩვენი მთავრობა ესე როგორც ჭიანჭველებს ისე გვაცხოვრებდა და ფაქტობრივად როდესაც ამ ჭიანჭველების ცხოვრებას რაღაცას გვანიშნებენ და პეთერში უნდა ჩართვა. თამნა ჩვენ მსმენელი ზარია და თუ არ შეწუხდები რომ მე მგონი გვანიშნებენ დავიბენით ჩვენ გვაქვს დიდი ესეთი მე აგიხსნით რა ხდება გადაცემაში დიდი ნიშნების ენით ლაპარაკი მიდის და მე მგონი მსმენელი ყავს ხო ხაზე გისმენთ თქვენ ეთერში ხართ საღამშვიდობის ძალიან კარგი გადაცემებია მადლობა ბატონ მიშას უსმენთ ხოლმე და მომწონს ძალიან მის წაკითხული დიდი მადლობა და მაინტერესებს დღევანდელი აი წიგნის მთარგმნელი ვინ არის ვერ გეტყვი სამწუხაროდ უბრალოდ მე ამას ინად გავიგე მხოლოდ ერთი კვირის წინ რომ ეს წიგნი გამოვიცა თუმცა მე ხლა კატო ნამდვილად ერთთან მე მგონი ეთერში რეკლამასებით გამოვიდეთ ჩვენს ხელფას შეწირავთ ხო უბრალოდ ჩვენ დიდი მადლობა ზარისთვის შეიძლება გაივლით ციგნის მაღაზიაში. უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ კატოს საღამოებში ბოქს კოდექსი უბრალოდ კოდექსი აუდიოს პროექტის სტუმრობა გამოწვეული იმით რომ ჩვენ საუბრობთ ხოლმე იმ წერალზე იმ ნაწარმოებზე რომლის მოსმენა ჩვენი მსმენელი რომელსაც მოისმენ ჩვენი მსმენელი მთელი ერთი კვირის ან ორი კვირის ან სამი კვირის განმავლობაში და როდესაც გვაქვს თავისუფალი დრო ჩვენ საუბრობთ იმ ავტორებზე რომელზეც ხშირად არ საუბრობენ ან ნუ თითქმის არ არიან ცნობილები ამას ვერ მეთქვი იმიტომ რომ პირველად ეს ჭიანჭველები რო წავიქცე მეგონა რომ ჩემს როგორ ჩემო მეგობარო თქვა შენაირი სულელი მე ამ საქართველოში არ იქნება თუმცა ეს ნამდვილად არ არის ხუმრობით ითქვა მაგრამ მართლა ძალიან უცნაური მწერალია და ძალიან უცნაური ფაქტობრივად შენ გაქვს შეხება აბსოლუტურად სხვა ცივილიზაციასთან ჭიანჭველის თვალით უყურებ ყველაფერს შემდგომში შემდგომ მეორე ციკლში როდესაც ნუ ის საოცარი ხდება ფანტასტიკური ახლა იუმორის გარეშე რა თქმა უნდა ამას ვერ მივდგები არაფრის სერიოზულად ვერ აღიქვამ როდესაც მთელი პოლიციელი მეტროში მოძრაობა შეაჩეროს ხოლმე იმის გამო რომ იპოვონ ჭიანჭველა რომელსაც აქვს რაღაცა გზავნილი გადმოსაცემი იმ ადამიანების შესახებ რომლებიც არიან მიწის ქვეშ ცხოვრობენ და მათ ჭიანჭველები უვლიან ხო რაღაცნაირად აი თუმცა პარადოქსულია და კატოს ეღიმება, თამუნასაც ეღიმება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ისე არის, მიუხედავად ჩვენ თქვით კიდეც რომ ამ ადამიანს აქვს არაჩვეულებრივი წერის მანერა, არაჩვეულებრივი ენციკლოპედიური ცოდნა. სხვათა შორის საფრანგეთში უფრო პოპულარულია. ჯერ გადაწერა ეს რომ. ხო, ანუ კიდე ადამიანია, ნუ როგორც ამბობენ, როგორც ამერიკულ ფილმებში რო ეძახიან მოწაფეებს იმ ადამიანებს რომლებიც ციგნებს უკირკიდებენ და ხო ბოტანიკოსი. არა ბოტანიის რაღაცა რუსულიდან შემოიტანეს და ძალიან არ მომწონს და ნუ ისინი ამბობენ ნერდის და მაგრამ ჩვენი არის ჭკუის კოლოფი. ჭკუის კოლოფია კი, თუმცა როგორც თვითონ ამბობდა ჭკუის კოლოფი. აჩკარიკა კი არის ნამდვილად. მაგრამ ჩვენ დროს ესე ეძახნა. тоже мне Склифосовский ესეც იყო ჩემ ბავშვობაში. 1463 გვერდიდან შეამცირე 350. და ყველაზე საინტერესო რა არის, იცი როცა ეკითხებოდნენ რომ ყველაზე რთული პროცესი როგორ მუშაობთ, ну გეკითხებიან რა თქმა უნდა, ну მუშაობს გითხარი რომ 8 საათიდან, ანუ თავისი დრო აქვს, იმიტომ რომ მის თulis რომ მწერლობას და ფანტაზიას ისევე როგორც ზოგადად გინდა მარათონისტის მზადება, ნებისმიერი ვარჯიშისთვის ამ ნებისმიერი საკრავზე დააკრუისას, როდესაც ვარჯიში ჭირდება, ისე გონებას კი ფანტაზიასაც ვარჯიში ჭირდება და ამიტომ მას აქვს ესეთი მკაცრი კანონი 8 საათიდან პირველის ნახევრამდე მუშაობს. ხო, ფანტაზიურობს და მუშაობს. ანუ არ ვიცი რა მე იმას თოხარი გიცხენივითაო რომ გავდიო რომ მე ვერ ჩერდები და ყველაზე რთული ჩემთვის არის ბოლოს უკვე როდესაც აი ამ ფურცლებს რა ვაგროებ მაგათი შემცირება ეს არის მისთვის რთული. თუმცა უნდა ითქვას რომ
მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უცნობი იყო ეს ავტორი ჩემთვის და რაღაც უცნაურად ხდება ხოლმე ჩემს მიერ წიგნების შერჩევა, რაღაც უცებ მომეწონა ეს და თავიდან ეს შლიცუკანი და შლიცუკანი ესეთი და აი ეს ნომრების დასახელება და უცებ ნომერი 742 გამოვიდა და ფაქტობრივად ხვდები რომ ეს წერების სამყაროს ფაქტობრივად არის დედრების სამეფო, ანუ ძირითადად დედრები ბატონობენ, საბოლოო ჯამში ესე ირკვევა, თან განსაკუთრებით ქვრივები, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც მამრებს, თან ყველა მამრს არ შეუძლია იქ დანაწევრებულია, ყველანაირად გადანაწილებული აბსოლუტურად ყველა მისის თავისი საქმე და ან მამრებს, რომლებსაც პატივი ერგოთ დედოფალთან ურთიერთობა სქესობრივი, ისინი კვდებიან ამის შემდეგ ეს დაუწერელი კანონია, გინდა ჭანჭველებში, გინდა ფუტკრებში ეს ხდება ხოლმე. ობობებში მაგალითად პირიქით ხდება ის ობობას, დედრობობას, როდესაც აქვს კავშირი მამამრობობასთან, დიდი მოდა ეხსნება და თუ მამრმა დროულად არ მოუტანა უკვე მოკლული ბუზი წინასწარ შეიძლება იმ დედრმა ობობამ მამრიობობა შეჭამოს. ესეთი სექსი. ხო და უარესი ეს ყველაზე სექსუალური ყოფილა თურმე საწოლის ტკიპები, რომლებიც ჰიპერსექსუალურები არიან და ეს ყველაფერი ისე არის აღწერილი, ახლა ხო გაგეცინათ, მაგრამ ეს ყველაფერი მაგრამ წარმოიდგინე, აი, როდესაც სხვადასხვის სექსი აქვს თან ვაი. სხვადასხვის საინტერესოა რომ მის აი ამ ბერნარ ვერბერის ყველაზე საყვარელი ქვეყანა არის სამხრეთი კორეა და ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და სამხრეთ კორეაშიც ყველაზე პოპულარულია სწორედ იქ და მას იქ როგორც ფანტასტ მწერალს კი არ მიიჩნევენ, არამედ პოეტ მწერალად მიიჩნევენ, იმიტომ სხვანაირად მიიღეს ეს ეს აღწერა მწერების, კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ბევრი სასაცილო, ბევრი თითქოს და ბანალური საკითხები დგას, მაგრამ აბსოლუტურად ახალი ფორმით, აბსოლუტურად სრულიად ახლებური, ძალიან დიდი ცოდნის შემცველი ინფორმაციით და როგორც მე ირკვევა, ბაბუა ყავდა მას რაღაც ესეთი განსხვავებული მოყოლის უნარით დაჯილდოებული, ყოველთვის რაღაცას ყვებოდა და ამ ბერნარ ვერბერი ამბობს რომ მე ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს სიტყვებს და ციფრებს ვერ ვიმახსოვრებო და ძალიან ჩვევა ქონდა მუდმივად სანამ კომპიუტერი შემოვიდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მანამდე წერდა რაღაც დღიურების სახით, ანუ რამე ინფორმაცია რომ მოეწონებოდა დღიურებში ნიშნავდა, შემდგომ თავის აზრსაც აყოლებდა და შემდგომ გამოვიდა ესეთი ქართულად როგორ არის აბსოლუტური და ფარდობითი აბსოლუტური და ფარდობითი ცოდნის ენციკლოპედია. ესეც რელატიური პროსტორი იქნებოდა ესე თარგმნიდი მე საინტერესო რა არის რომ ეს აბსოლუტურად აი იმ დღიურებიდან არის, ანუ ეს ჩართვებია გაკეთებული აი ამ ჭანჭველების დღეში და ამ ტრილოგიაში, რომელიც ჭანჭველების სამყაროს და მათ იმპერიას ეძღვნება და ეს ჩართვები დღიურებისა ეკუთვნის ედმონ უელს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელიც არჩენს, ეს იყო მირმიკოლოგი, რომელიც ჭანჭველებს სწავლობდა და რომელმაც შემდგომ პარიზში თავისი ბინა დაუტოვა თავის ბიძაშვილს, რომელიც თავის ოჯახთან აქაც ის აქ მარტო ჭანჭველების გარდა ადამიანური თემას ვითარდება, პარალელურად ხდება ეს სიუჟეტური. არა, ჭანჭველის არ ყავთ ადამიანები, მაგრამ აი ეს თითქოს აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო შემდგომში ერთმანეთს გადაეჯაჭვება, რაღაც სიუჟეტურ ხარგაში, სადღაც გადაეხლართებიან ერთმანეთს. ძალიან საინტერესო დეტექტიური მომენტიც არის, სხვადასხვის არაჩვეულებრივი თხრობის მანერი გამოირჩევა ჟან კრისტოფ გრანჟესავით, ეს ფრანგი ესეთი დეტექტივის ოსტატია, მას აქვს ესეთი მანერები, მასაც ეთქობა. ჟულ ვერნი ყვარებია, ლავკრაფტის ყვარებია ძალიან და აქედან წამოვიდა, თუმცა ყველაზე მეტად უყვარდა ბუნებაში ყოფნა და დაკვირვება მწერებისა და სხვადასხვის მიუხედავად იმისა, რომ მას მეგონი ფილოლოგიური აქვს და არაჩვეულებრივი, როგორც ამბობენ კრიტიკოსები, შეიძლება ითქვას ცოტათი არ არის მთლად განებივრებული კრიტიკოსებისგან, იმიტომ რომ მასზე საერთოდ თითქმის არ წერენ, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ თითქმის ყოველ მეორე ფრანგს, როგორც ამბობენ, ინფორმაცია არის ზუსტად სტატისტიკას ხო ის ვერ გაიქცევი,
ის ჭანჭველები თუ არა თვითონ აი ეს ენციკლოპედია რომელიც ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირს ეკუთვნის ანუ ეს ენციკლოპედიიდან ფრაზები გეგონება რომ ეს ენციკლოპედია საიდან როგორ თუმცა ეს მისივე მოგონილია მაგრამ ანუ ყველაფერი რაც ხდება არის მისი ფანტაზიის ნაკოპი, თუმცა არა მთლად მისი ფანტაზიის ნაკოპი. ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებ. არაჩვეულებრივად ერთვები აი ამ ურთიერთობაში იგი ისევ 327 ის თავგადასავალი არის. ანუ როდესაც გაიგებენ რომ რაღაცა თითები არიან, რომლებიც მათ სამყაროს შეიძლება დაემუქრონ, ანუ როდესაც მოხდება ეს გამოზამთრება და ესეთი პატარა ჯგუფი ჭანჭველებისა, ბუნჭყველების, როგორც იმერეთში ამბობენ, ბუნჭყელები იცოდი რომ ბუნჭყელებს ეძახიან. ბუნჭყელები ლამაზად ჟღერდა, მე ესე დავზე ბუნჭყელთ იმპერია. ხო და ეს ბუნჭყელები ჯინჭველთ იმპერია, როდესაც ისინი რაღაც პატარა ესეთი მზვერავების ჯგუფი წავა კარგი ტერიტორიების მოსაძიებლად, ანუ დაუშვათ მიკ ლოკოკინას ლორწოვანი რაღაც, ну ისე არის ახსენილი აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებ, ისეთი ენით არის შემდგომი. ჭიანჭველები კი არა და ჩვენი ბიჭი მსახიობობს კიდეც ორ ფილმში არის, არა ორი ფილმის რეჟისორი. არა, რეჟისორი არა, სხვათა შორის მას ოცნება ქონდა. ორ ფილმში. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მე როგორც წეწმინს კურიოზებს ხარ გაიხსენებ, ხო და ის ამბობს, რომ როდესაც მე მუშაობ, მე თვალწინ ვხედავ აბსოლუტურად ყველა სცენას. ანუ ფაქტობრივად კინოსცენარი იყო მისი, როდესაც აი ამ ჭანჭველებზე მუშაობდა და შემდეგ პოპულარული გახდა და ამის შემდეგ უამრავი ციკლი გააკეთა. თუ დავუშვათ ამ ეტაპზე სამყარო ადამიანები დანახულია ჭანჭველების თვალით, შემდგომ დანახულია უკვე ზე ადამიანების თვალით, ანუ უცხო პლანეტელების თვალით და სხვა ტრიო უცხო პლანეტის არა, უბრალოდ ზე ანგელოზების თვალით და ეხლა უკვე ეხლა ბოლოს როგორც ასე ბოლო ინტერვიუში ნახე, მუშაობს უკვე რაღაც სიზმრების თეორიაზე, ანუ თავის მოგზაურობაზე და ამით არ არის ეს პირველი ახალკარაბათის არწერს. ნუ უბრალოდ თან ამას ყველაფერს აკეთებს დიდი იუმორი და არ ყოველგვარი ფილოსოფიური ესეთი რა ქვია მენტორული ტონით და რაღაცნაირად ესე ჩაღრმავებით და ესე პოზიორობით არა ჩვეულებრივად ის რაღაცნაირად როგორც თქვით სვამს ძალიან საკაცობრიო საკითხებს და ამ კითხვებზე ძალიან მარტივად ექსპერიმენტულად ეძებს პასუხებს და საკმაოდ მინდა თქვა რომ ძალიან მიუხედავად იმისა რომ ძალიან ისეთი თითქოს და არაორიგინალური აზრები აქვს ძალიან მაგრამ ისეთი ჭანჭველების პირით ძალიან საინტერესო მე ალბათ გვექნებათ რომ ჭანჭველა როცა მოხდება თავამგზავნილ ადამიანებთან რამე თუ ისინი იხსნა და ამ ჭანჭველას ანუ ფერომონების ენა ეს ედმონ უელსი იპოვის აპარატს ანუ გამოიგონებს აპარატს რომელთაც ადამიანს შეუძლია ჭანჭველის ენის გაგება ჭანჭველებს ენახავარ, აქ ისინი რაღაც გამოყოფენ აი ამ ფერომონებს და ამის მიხედვით ხდება რაღაც აპარატია, რომელიც შესაბამისი მჟავეების აი ამ ამოფრქვევით აძლევს სიგნალს მათ რაღაც რეცეპტორებს და ისინი ამას ხვდებიან. ძალიან საინტერესოა, ხო თითქოს აი ფანტაზიას ისულელს კითხულობ. ჩემმა მეგობარმა მაგრამ ძალიან საინტერესოა, აი მერწმუნედ არანაირად ახლა ჩვენ რეკლამასავით არ გამოგდის, ხო პრინციპში იმედია. არა, ცოცხალთავით არ ვასახელებ, სადიყიდება, ხო, მაგრამ უბრალოდ ლაპარაკობ და ჩვენ მე არც ვიცოდი ზუსტად 2 კვირის წინ ნახე შემთხვევით რომ ვერბერი ნაცნობი რაღაც გავიხედე და უთარგმნია და უბრალოდ ძალიან კარგია რა უთარგმნია და ნუ აი ესეთი რაღაც წარმოიდგინე რომ ადამიანებს და შემდგომ მეორე ნაწილში ეს მეცნიერები მიდიან ქალაქის მერთან უბრალოდ პრეზიდენტთან მიდიან და რომ სხვა ცივილიზაციების წარმოადგენს ბევრი ინფორმაცია აქვს ისეთი რომელიც ჩვენ დაგეხმარებაო ძალიან უკურნებელი სენის თუნდაც განკურნვაში ან რაღაცა იგივე თურმე ჭანჭველებს არაჩვეულებრივ ლუც და თაფლს აკეთებენ ეს ნამდვილად არ გაგეცინოს ეს ფაქტია რომელიც ანუ გარდა იმისა რომ იქ არის ფანტაზიის დიდი ნაკოფი, მაგრამ ის არის ძალიან დიდი შრომა და ეს ადამიანი 12 წელი წერდა და უკირკიდებდა ნებისმიერ აი ამ როგორ უნდა იყო გათვითცნობიერებული არა მხოლოდ ჭანჭველების ცხოვრებაში ობობას მომენტის აქვს ძალიან საინტერესო დახსერილი რომ ობობასო ყველაზე კარგი პოზიცია აქვს ანუ რა მაგარია როდესაც შენ უყურებო როგორ უღებს ბოლოს თვითონ მეტოქე ანუ ლოდინის მომენტი აქვს ანუ ეს ხო ის ძველი ძენ ბუდისტური გამოთქმაა რომ დაჯექიო მდინარეზე
და გასაჭიროა და შემდინარე ოდესმეო შენი მტერის გვამსო გამორიყავსო დაახლოებით აი ესეთი ნაზავი აქვს თითქოს ბანალური და ესეთი ტრაპარეტული ბრძნული აზრებისა ბერძნები რა შოში დამძაბეთ ბერძნები კარგად თუმცა აი ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო ალბათ და მომდევნო საათში გავაგზავნებთ არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იბეზე გრძელდება ჩვენი გადაცემა კოდექს აუტოსა და ბუქბოქსის ფარგლებში ამჯერად კატოს ლიტერატურული კერა, კატოს ჭიანჭველოვანი საღამოები და აბაჰე გაგვანაცვლე კიდე ამ ჭიანჭველების ამბავში დაგჭირა შენ ბევრი რამე მოსათხრობი. მოსათხრობი ბევრი რამე დაგჭირა, მაგრამ უმჯობესია. კიდევ ერთხელ ამბობ, რომ მართლა ძალიან საინტერესო მწერალია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც შეიძლება მართლა გაგეცინოს და ფანტასტიკურად მოგეჩვენოს, მაგრამ უდიდესი ცოდნა სიგნისეული ძალიან 12 წელი მუშაობდა ამ ნაწარმოებზე 7 წელი იმის გაგრძელებაზე და არ ვიცი მაგრამ შემდგომ გაგრძელებას ხო იმის იქით ხო? იმის იქით თუმცა ეს არ არის ხო სიკველი რომ თარგმნოთ ქართულად იქნება რა იმის იქით ხო მაგრამ დამეწუნა როდესაც ჩვენ საუბრობდით რომ ძალიან რთულია იგი სტივენ კინგზე რო ლაპარაკობდით რომ ადამიანი მიაჯაჭო თუნდაც აი ამ საშინელებად ხორორების ისტორიის თხრობით და რაღაცნაირად ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივია წარმოადგენო გაცილებით მარტივ ძალიან გაცილებით უფრო რთულია ჭიანჭველების თემაში ჩაწოდომა ამ ნუმერაციის 327-ის მოგზაურობა და მისი სამყაროს გაცნობა ანუ თითებთან ურთიერთობა თითები ეს არის ადამიანები ესენი თითებს უწოდებენ ვარდისფერ ბუშტებს ანუ ესენი არიან რაღაცა ბოლო მე შეიქმნება რაღაც გარკვეული დაჯგუფება რომლებიც ამ თითებს ღმერთებად წარმოაჩენენ და აი ძალიან საინტერესო მომენტია აბსოლუტურად ადამიანური აბსოლუტურად სხვა კუთხით დანახული და შემდგომ როდესაც ეს მთავარი მოქმედი გვირი უკვე ადამიანებთან მივა და მისეული უკვე ახმა ამ ადამიანებისა თუ რამდენად ერთადერთი რა სამჭანჭველოს მოწონს ხელოვნება და იუმორი დანარჩენი თქვენო ვერავინ და მართლაც როდესაც უღმავდებია რომ პროფესორად მიყვები აი ამ სიუჟეტურ კარგას იქ არაჩვეულებრივი ისტორიებია ნუ ერთ-ერთი დედოფალი გახდება დედოფლები როგორ ხდებიან თან ეს უცნაური ჭანჭველები ყვითელი ჭანჭველებია რომლის თან დაფრინავენ და სქესობრივი კონტაქტი სწორედ ჰაერში ხდება და რა იქ ჭანჭველთა იმპერიაში და აი ამ ფრენის დროს რამდენიმე დედოფალი აფრინდება და რამდენიმე პრინცი რომლის თუ ბედმა გაუღიმა და მასთან ურთიერთობა დაამყარა როგორც კი დაამყარებს ურთიერთობას იმ წამს ეკუდება ნუ ესეა ეს ზოგადი მათი ცხოვრებისეული წესი ახლა ვინც მირმიკოლოგია მიხვდება და მირმიკულის იმპერია თუ მირმიკელების იმპერია ქვია ანუ შენ ვერ ხვდები თავიდან ვერ ხვდები საერთოდ რაზე ხო საერთოდ ვერ ხვდები რა ხდება და შემდგომ მიხვდები რა თუნდაც საუბარი აბსოლუტურად ჭანჭველებზე მე სხვა მწერებთან ურთიერთობა და აბსოლუტურად ხვდები რომ ამ ჭანჭველებისთვის უცხოა დაუშვათ როდესაც რაღაცა პრობლემა გექნება ყოველთვის ადამიანები პირველ რიგში ვიღაცას ვაბრალებთ ხოლმე აი ეს რა დამემართა ვისი ბრალია და მეორე პლანზეა გადასული ის თუ როგორ შეიძლება ეს გამოასწორო თუმცა ჭანჭველებისთვის თავარი არის ეს როგორ შეიძლება ეს გამოასწორო ანუ ბევრი რაღაცები ესეთი მიუხედავად კიდევ ერთხელ ამბობ ხშირად მიწევს ამის გარდა ცოტათი პრიმიტიულ არსებებზეა თითქოს საუბარი თითქოს პრიმიტიული ენით არის თითქოს მოთხრობილი მაგრამ აბსოლუტურად სულ სხვანაირი შტაბილება შეგივნება და აბსოლუტურად შეგეცვლება წარმოდგენა მწერალზე და აბსოლუტურად მიყვები აი ამ სცენარს აი ამ სიუჟეტს და ყოველთვის და გაინტერესებს იმ თუნდაც 327-ის ბედი რომელმაც თავის თავზე აიღო მისია ну იქ კიდევ ერთხელ ამბობ რომ გარდა აი ამ ჭიანჭველების ისტორიისა იქ ადამიანური ურთიერთობაც ხდება და ყველაფერი ეს კიდევ შეზავებულია იმ ენციკლოპედიით რომელიც ასევე მისი მოგონილია მთავარი გმირის ენციკლოპედია რომელზეც ნაწირო ნადირობს ძალიან ბევრი გამომცემელი და ამაზე დეტექტიური ჟანრის კიდე ცალკე თემა იკვეთება ამ რომანში მოკლედ ძალიან ესეთი გადახლართულია ყველანაირად და ყველა ეს ცალკე აღებული თითქოს ეს მირმიკეული იმპერია ჭიანჭველების ადამიანების ეს უელსის ოჯახის პერიპეტიები და კიდევ სხვა საგამომძიებო სამსახურის ცალკე ისტორია რომელიც აბსოლუტურად სხვა თემიდან ესენი ერთმანეთთან საბოლოო ჯამში კავშირში არიან
თუმცა ამ ხალხის სიუჟეტურ კარგას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საინტერესოა, აი თუნდაც როდესაც ეს ბუნჭყველი, როდესაც მოხდება, ანუ გადალახავს და იქ აქვს მაგათ რაღაც გარკვეული ზონა და ეს ყველაფერი ჭანჭველის დღე, რატომ ქვია, იმიტომ რომ ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ეს ყველაფერი, თუმცა ეს ერთი დღე ჭანჭველების არის ფაქტობრივად მთელი ისტორია და მთელი ეპოქა მაგათვის. და იქ როგორ ხდებიან იქ სხვადასხვა ტკიპებს, რომლებიც ჰიპერსექსუალურობით გამოირჩევიან და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დღევანდელი გადაცემა ჩვენ ბატონ ზურაბასთან ერთადაც წაგვეყვანეთ ჩვენი დაფნასთან ერთად როცა მიყავს ბატონ საინტერესო მე არ შემიძლია რომ ეს მომენტი რაღაც პარაზიტი ყოფილა, რომლის თვითონ ისტორია, თვითონ მართლა ცალკე რომანი შეიძლება დაწეროს კიდეც ამ ადამიანმა ამაზე. ესე ანუ პარაზიტია, რომელიც ცხოვრობს ცხვრის ღვიძლში და არაჩვეულებრივი მომენტი აქვს მისი განვითარების, ანუ ცხვრის ღვიძლში დებს კვერცხებს, მაგრამ ეს კვერცხები შიგნით არ იჩეკებიან. ანუ უკაცრავად ბუდიში მოვითხოვია და ეს კვერცხები გამოდის ფეკალიებით ცხრებისგან, შემდგომ ამას მიირთმევს ლოკოკინა, შემდგომ ლოკოკინა და ეს ლორწოვანი ლოკოკინას ლორწოებში უკვე რჩებიან, რომელსაც მიირთმევენ უკვე ჭიანჭველები და აი ამ მომენტშიც არის, აი ამ რომანში ხო, აი ამ რომანში არის 67 შეხვდება ვიღაცა და დაეჭდება რომ ამას ეთყობა ეს მოწამლული ლოკოკინა აქვს ნაჭამია და რა ხდება მე აგიხსნი, ანუ როგორ ხდება ამ პარაზიტის განვითარება. ეს ლოკოკინა ხო მიირთმევს, ლოკოკინა შემდგომ ლორწოს უკაცრავად და გამოყოფს ამ ლორწოს მიირთმევს ჭიანჭველს და შემდგომ ეს ჭიანჭველაში აღწევენ აი ეს პარაზიტები, ისე რომ ისინი ნახურეტებს აკეთებენ ამ ჭიანჭველის სხეულში, შედიან ამ ჭიანჭველში და შემდეგ წებოვანი ნივთიერებით ამას კრავენ. ეს ყველაფერი ისტორია ნამდვილია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება თან პარალელურად რომანის განვითარებისა და ნუ ეს აბსოლუტურად ცნობილი ფაქტია, ვინც არის სპეციალისტი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს რო დაწერო, ეს არაჩვეულებრივად უნდა ერკვეოდა ამაში, თან არაჩვეულებრივი იუმორის გზნობა აქვს ამ ადამიანს და არაჩვეულებრივი სიუჟეტური კარგის ერთ-ერთი პატარა მონაკვეთია, მაგრამ ის ერთობი ამ რომანში რომ განიცდი ამას ყველაფერს, იმ დაავადებულ ჭიანჭველის ნაწილად ჩვენს ნერვიულობ რომ ნეტავი თან მისი მეგობარია და შეემთხო მას. რა შვებიან ეს პარაზიტები რომ მოხდებიან ჭიანჭველში და შემდეგ რა ხდება? ეს ჭიანჭველები ხომ მერე უნდა ავიდნენ მცენარეზე, რომელიც უნდა შეჭამოს ცხვარმა. ანუ და რა ხდება? ჭიანჭველთა ერთი ნაწილი ბუდობს სხვადასხვა ორგანოებში და ერთ-ერთი ადის თავში. და ის თავში რომელიც არის, ახლა გეცინება ხო, მაგრამ ნამდვილად ეგრეა. და თავში რომელიც მოხდება ამ ჭიანჭველის თავში, ის მართავს ჭიანჭველას და აიძულებს რომ ღამით, როდესაც ყველა ჭიანჭველებს წესი ძინავთ, ეს ადის ხოლმე და სომნაბულივით, ანუ მთვარეულივით მიდის მცენარეზე, კონკრეტულ მცენარეზე ადის იმ მიზნით რომ შემდგომ დილით ცხვარმა ის მოძავს. თუ ცხვარმა ის არ შეჭამა, ის ისევ ბრუნდება და მართლა მეცნიერები მართლა დაუდგენელი აი აბსოლუტურად გაუგებარია როგორ მართავს აი ეს პარაზიტი ჭიანჭველა რა არის ხო და მე წარმოედგინე პარაზიტი როგორ მართავს აი ამ ჭიანჭველას შეგიძლია წარმოიდგინე და მე ვხვდები იმიტომ რომ ხათაშორის ვერბერს აი დასაწყისში აქვს რომ ესო ისეთი კანონმორჩილები არიან ჭიანჭველები რომ ნებისმიერ დიქტატორს შეშურდება ესეთი კანონმორჩილებიო და ნუ აი ესეთი პატარა ესეთი ენციკლოპედიური თუნდაც აი ეს პატარა ხო ძალიან საინტერესო ისტორია ხო ეს პარაზიტი რომელიც საერთოდ პარაზიტი მიკროსკოპშიც არ ჩანს ნორმალურად ვერ გაიგებ და ეს პარაზიტი და ყველა საინტერესო ის არის რომ ეს პარაზიტი რომელიც თავშია ის იღუპება მხოლოდ დარჩენი პარაზიტები რომლებიც ანუ იმ თავს წირავს ნუ გაუგებარია ხო ბევრი კითხვის ნიშანია რაღაცნაირად რატომ ხდება ეს არის წმინდა მეცნიერული მაგრამ ეს მაგალითი იმიტომ მომყავს რომ ეს თუნდაც პატარა ეპიზოდია რომელიც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ მოთხრობისა და ესეთი ეპიზოდებით არის დახონძლული ანუ ფაქტობრივად როდესაც შენ გადაიღლები თუნდაც რასისულელი ახლა 327-ის მოგზაურობით გადაიღლები უცებ გადაერთვები აბსოლუტურად სხვა ცოდნაში აბსოლუტურად ამ ენციკლოპედიური მომენტიდან შემოდის რაღაცა ცნობა რომელიც ასე თუ ისე უკავშირდება ამ სიუჟეტურ მონაკვეთს ანუ თუ რატომ ხდება ლოკოკინა რატომ დაავადდა მისი მეგობარი და რის გამო ხდება და ამას მოყვება ძალიან მეცნიერული ახსნა განმარტება შემდგომ გადადიხარ უკვე
სხვა მოქმედ პირებზე, სადაც დეტექტიური ჟანრი თვითარდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთად არის ძალიან შეკრული და საბოლოო ჯამში გრჩება სრული სისავსის შთაბეჭდილება, ანუ როგორც ნორმალურ რომანს უნდა ახასიათებდეს. ამიტომ ვამბობ, რომ თავიდან პირველი შთაბეჭდილება და ღიმილი რომ დაგებადება და მართლა რომ გადაკეტავენ მეტროს იმის გამო რომ ჭანჭველა არ გაჭრილიტონ და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირის ქუსლზე აღმოჩნდება. ნუ ძალიან ესეთი აბსოლუტურად მოგონილი და ეს არ არის რაღაცნაირად სიუჟეტისთვის გაკეთებული და ეს მას გამოყენებული აქვს ეს რაღაცა მომენტი, თუმცა მინდა თქვა რომ რასაც აკეთებს აბსოლუტურად კარგი ცოდნით აკეთებს. ლაზათიანად აკეთებს. კიდევ ერთი მომენტია, როდესაც 327 აღმოჩნდება უკვე ქალაქში, პირველი მწერებიდან მას შეხვდებიან ქალაქელი ტარაკანები. ხო და ქალაქელი ტარაკანები შეხვდება და როგორც თან გაუკვირდებათ, რომ ამ ჭიანჭველამ თან ამ ჯიშის ჭიანჭველამ ეს სოფლელმა როგორ მოაღწია აქამდე და ნუ მისი მეგობრები დაიღუპებიან, იმიტომ რომ თურმე გარდა იმისა, რომ არსებობენ თითები, არსებობენ დიდი მრგვალი რაღაცა უზარმაზარი ბურთული, ანუ მანქანები, ბორბლები, რომ გადაულიან მის მთელ ლაშქარს და დარჩება მარტო 327 და საინტერესო მომენტია, ტარაკნებმა უნდა გამოსცანო. ახლა თავის ენაზე ფორმონების ენაზე ის გააგებინებს, რომ რაღაცას ეძებს და უნდა მივიდეს კონკრეტულ მისამართზე და მაგრამ მოდიო გამოცადოთ და გამოცდა რაში მდგომარეობს, ანუ მიიყვანენ სარკესთან და ანუ რაღაც კონსერვის ქილასთან, სადაც ის ხედავს საკუთარ თავს და ინტერესებს რეაქცია. ანუ რას მოიმოქმედებს ის, როცა თავის თავს დაინახავს და ეს 327 ძალიან მშვიდად აღიქონს მეორეს და აუხსნის ყველაფერს და ესენი მიხვდებიან, თუ მან შეძლო ანუ ხო ხტები როგორ თუ ყველაზე რთულიაო საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენაო და შენი მეორე მე დაინახო, რომელიც შენში არის, ანუ და თუ ადამიანს არ შეუძლია თავი მიიღოს ისეთი როგორც არის, ვერასოდეს ვერ გაიგებს ხვალს. ნუ ეს თითქოს ბანალური მომენტია, ხო, მაგრამ ამას აკეთებენ ტარაკნები და რაღაცნაირად ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამბობ, აი ძალიან საინტერესო იკითხება მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შეიძლება მოგეჩვენოს, რომ აბსოლუტურად დროის ფუჭი კარგია, რა ჭიანჭველები, რის ჭიანჭველები, რომ არსებობს რემარკია, რომ არსებობს რაღაც აბსოლუტურად სხვა წერილები, რომელზედაც რემარკი გახსენებს შენ დღეს ხო და ჩავწერდი, მაგრამ ნუ არ არის ჩვენი ბიჭი, თორე სიამოვნებით ჩავწერდი. და აი მაშინ ესე ტრიუმფით როდის ჩაივლის და დასრულდება ტრიუმფალური თაღი. გამახსენდა მე რემარკის და მომინდა რომ ჩვენმა დრაკულამაც ტრიუმფით ჩაიაროს. ხო, ჩაივლის. ხო და ნუ ხო და როდის ჩაივლის, როდის დამთავრდება და რას აპირებ ის გითხარი? დღეს ესე იგი მე-19 თავი, ანუ ამ კვირას დასრულდება ხუთშაბათს ავარაუდოთ. პარასკევს ალბათ ლავკრაუტიდან ორ მოთხრობას გავუშვებთ, რომ რაღაცნაირად ეს დრაკულას თემა იყოს დამთავრებული, იმიტომ რომ ეხლა ნიკოლოზ კიფაინძის მოთხრობები რო გავუშვებთ დრაკულას შემდეგ, ცოტათ ისეთი იქნება. ამიტომ ლავკრაუტის ორ მოთხრობით ჩვენ ამ კვირას ამოვწურებთ და მე ვფიქრობ, შენი თანხმობით, რომ მომავალ კვირას ოგენრის მოთხრობებით უკვე გავანებივროთ ჩვენი მსმენელი. ინგლისურის პედაგოგების საყვარელი მწერალი. ზუსტად ესე იყო. სახშიც მაქვს ბევრი ბროშური და არაჩვეულებრივი მართლა თვითონ ქრონომეტრაჟი ძალიან კარგია ჩვენთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად თითო დღეს 1-3-4 მოთხრობა მაინც გაიჟღერებს და ფიქრობ ეს კარგი იქნება. და თან ჩვენ გვაქვს კიდევ დრო შეგიძლია განაგრძო ჭიანჭველებით გაგვენათო. არა, ნუ ახლა გარდა იმისა, რომ ახლა ჭიანჭველების ციკლი ჩვენ თქვით, რომ ეს ჭიანჭველებით მან დაიწყო. და დაამთავრა ანგელოზებით, ანუ მან მისთვის არ არის ფანტასტიკური ჟანრის მწერალი ითვლება, მაგრამ ამავე დროს კიდევ ერთხელ უფრო გროტესკია, უფრო რაღაცა კიბერპანკი, ან ხო რაღაც ისეთი მომენტია, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ მისი მოთხრობებით გადაიღოს სცენარი და თუ არსები რამდენიმე ფილმის გადაიღეს, რაღაც ფრანგულად წერია და მე ნამდვილად მისი წაკითხვაც
ფრანგული ენის უცოდინობის გამო ვერ შევძელი, ამიტომ სათაურეს ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან წარმატებული მწერალია, რამდენიმე ციკლი შექმნა მან ტრილოგია, რაღაც მესამე კაცობრიობა და რაღაცნაირად აბსოლუტურად უკვე დანახული იყო არა ჭიანჭველების თვალით ადამიანები, არამედ ზე ადამიანების თვალით იყო დანახული ადამიანები, მაგრამ ყველაფერი ეს მაინც მიდიოდა კითხვაზე რა ვართ და ანუ რანი ვართ ფრანგები მაგრამ ნუ ზოგადად საკაცობრიო ზოგადად ესეა ხოლმე რომ ლიტერატურა და რომანი და ნაწარმოები იმით არის ღირებული რომ ეთიოპელიც, ქართველიც და მოზამბიკელიც მიხვდება ბოლო-ბოლო რაღაცა თავისას დაიჭერს და აი ამ მე მგონი არ იყო ცუდი რომ ჩვენ ამ ავტორზე ვისაუბროთ, მაინც ზოგადად შეიძლება ბევრისთვისაც არ არის ეს ცნობილი, ბევრისთვის შეიძლება ცნობილი იყოს იმიტომ რომ სადღაც გაუგიათ და მართლა კიდევ ერთხელ ნუ შეშინდებიან, როდესაც დაიწყებენ ამ ჭიანჭველების ასეთი გაუგებარი მომენტები, იმიტომ რომ საოცარ ინფორმაციას მიიღებენ და საოცრად ნამდვილად დროს ფუჭად არ დაკარგავენ, იმიტომ რომ თავისი გარკვეული ღირებულებაც აქვს, შინაგანი მომენტიც აქვს და ძალიან საინტერესო ენით წერს ეს ადამიანი და როგორც ამბობენ, თვითონ ფრანგულიც მისის რაღაცა უცნაურია. იმიტომ რომ მას თურმე გარდა იმისა, რომ ეხერხებოდა კარგად ხატვა, ერთადერთი რაც სკოლაში კარგად გამოსდიოდა, ეს იყო სიტყვიერება და მართლწერა და ზოგადად ლიტერატურაში და ლექსებს და მათემატიკურ ფორმულებს და რიცხვებს კარგად ვერ იმახსოვრდა, მაგრამ ეს არანაირად არ უშლიდა ხელს იმაში, რომ გამხდარიყო ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, პოპულარული და აღიარებული მწერალი მსოფლიოში. და ძალიან სხვადასხვა ყველაზე მეტად პოპულარულია ის კორეაში, როგორც გითხარი და კორეაში სახელმძღვანელოებშიც კი არის, ანუ ენციკლოპედიაშიც არის შეყვანილი, არა როგორც მწერალი ფანტასტი, არამედ როგორც რაღაც მწერალი პოეტი, იმიტომ რომ ეთქობა მაგათ აღმოსავლეთის ხალხს რაღაც სხვანაირი აღქმა აქვს ალბათ სამყაროსი და გითხარი კიდეც რომ მისი აი თუნდაც ის ობობას მომენტი, რომელიც ელოდებოდა თავის მტერს, როგორც სცენშია ხოლმე რომ თუ გინდა რომ დაამარცხო შენი მტერი, უნდა დააჯდე მდინარის ნაპირზე და ოდესღაც ნახავ შენი მტრის, შენი მტერის ქვამს, როგორც ჩამოაქვს მდინარე. რა ვიცი. ფენი და ლა კომედია, როგორც თქვენ ფრანგები იტყოდით, ეს ფრანგული არის. ხო, ბევრი მომენტები იქ მე ის 327 როგორ ხდება პარიზელ მეტროს ჭირიჭინებს, რომლებიც პარიზის მეტროში ცხოვრობენ და ისინი თავისებურად ძალიან საინტერესო მომენტია, მაგრამ ამ დროს ისინი არ აღიქვამენ რომ მეტროში ცხოვრობენ, ანუ აბსოლუტურად სხვანაირი აღქმა ხდება, შენ ხვდები რომ უბრალოდ მეტროში ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ ამას მოყვება ეს ენციკლოპედიიდან რაღაცა მომენტი პარიზელ ჭირიჭინებზე, პარიზული მეტრო ჭირიჭინებს, რომლებიც სრულად შემთხვევით ვიღაცას ხუთი გადმოვარდა და იქიდან იმ ყუთში თურმე რომელიღაც ხილში ბინადრობდნენ და ნამდვილად ეგრეა, ანუ ეს ცნობილი ფაქტია. და აი ესეთი აბსოლუტურად სულ სხვა სამყარო გეშლება თვალწინ, სამყარო რომელიც დღესაც სახლში რომ მევიდა შეიძლება ერთი-ორი ბუნჭყვი უკვე სეზონი მოდის და ესეთი მსვერავი ჭიანჭველები იპოდა მსვაშორდა ამ რომანის შემდეგ ერთი ჭიანჭველი არ მომიყვანს და ერთი ობობას ისედაც არ იმოშვები ხოლმე, მაგრამ ერთადერთ ვემტერები ბუზებს, თუმცა აი ისევ ამ რომანის მიხედვით ბუზები ყოფილან თურმე ყველაზე სუფთა მწერები. რატომღაც აი მართლაც აი ინდურ მითოლოგიაშიც კი, იმიტომ რომ მუდმივად ვალდებულნი ან მუდმივად იძულებულნი არიან რომ თავიანთი მზერა იყოს სუფთა, ანუ რაღაც აღქმის სენსორული ისინი რა ქვია, რაც აქვთ, რა ქვია საცეცებით, ანუ თვალები, საცეცები გზნობადი ორგანოები, რომელთაც ისინი სამყაროსთან კავშირს ამყარებენ, რომ მუდმივად სუფთა კონდეთ, რომ არიქაიგინად რომელიმე თითისგან არ მიიღონ რაღაცა ზიანი, ან კიდევ საკვები არ გაეპაროთ და თურმე ანუ კი ძალიან ბევრი ცოდნის მიღება შეიძლება აი ამ თითქოს და სასაცილო ფანალური და დროის ფუჭად ჭიანჭველები დაგიტიან. არა, პირიქით შენ ხვდები რომ შენს ირგვლივ მართლა არსებობს ცივილიზაცია და ამ ცივილიზაციას გაფრთხილება ჭირდება. ნუ ეს რა თქმა უნდა ოდნავ იუმორით
მოგწონთ ისევე როგორც ეს რომანი და ეს მწერალი მწერლისთვის არის დამახასიათებელი და დიდი მადლობა რომ ამ ადამიანზე ვისაუბრეთ. კეთილ ჩვენ გაცემა დასრულდა მადლობას გიხდით ყურადღებისთვის გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.